ესე იგი, პირველი რასაც გააკეთებენ არის, რომ შეზღუდავენ მისაღებ კონტინგენტს სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამების მიხედვით და მეორე, როდესაც დაიწყება შემცირება სტუდენტების რაოდენობის და რეალურად 3 წელი მოუნდება იმას, რომ დავიდეს იმ სამიზნე ნიშნულამდე, რაც არის ჩაფიქრებული, რომ ეგრეთ წოდებული ტრადიციული მიმართულებით დარჩეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მაგ დროისთვის, აი მაგალითად, ილიას უნივერსიტეტი რო წარმოვიდგინოთ, ტრადიციული მიმართულება აქ თუ ესე იგი ჩავთვლით, რომ არის ის, რაც იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში და უცხოენების ინსტიტუტში, დღევანდელი რაოდენობით რო ავიღოთ 17,000 სტუდენტის ნაცვლად ჩამოვა სადღაც 1000-მდე ეს საუკეთესო შემთხვევაში. სადაც 600 განათლების მიმართულების სტუდენტია და ცოტა მეტი კიდე ლინგვისტიკის მიმართულებით. ახლა რომ ვივარაუდოთ, რომ კიდე ვიღაცები რატომაც გადმოვიდნენ აქ სხვა რაღაცები მოხდებიან და შეიძლება კონტინგენტი გაზარდონ. აქ წარმოიდგინეთ, რამხელა ვარდნაზე არის საუბარი. ანუ დაპირება, რომ აუშენებთ მაგალითად ილიას უნივერსიტეტის ახალ კემპუსს, არის სერიოზული დაპირება არა იმის შესახებ, რომ 17,000 სტუდენტისთვის იქნება ეს ახალი კემპუსი, რომელიც სწავლობს დღეს, არამედ იქნება რეალურად მომავლის 1000 სტუდენტიანი უნივერსიტეტისთვის. ანუ ჩვენ თუ სწორ სახელს დავარქმევთ ამ რეფორმას, ეს არის მაგალითად ამ უნივერსიტეტისთვის ეს არის უნივერსიტეტის დახურვა. თუ გავითვალისწინებთ იმ დაპირებას, რომ შედეგები გაიყიდება უნივერსიტეტების, შეიძლება სხვა სახელის დავარქვათ ამას სახელმწიფო უნივერსიტეტების პრივატიზების რეფორმა. სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონება იქნება პრივატიზებული, ეს შემდეგ ეს ქონება რასახით რა სხვა ინფრასტრუქტურაში გარდაიქმნება არავინ არ იცის და იმისთვის რომ დავფიქრდეთ იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს ამის წინააღმდეგ რა შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა პრივატიზებამ შეგვიძლია შევხედოთ ანალოგიურ რეფორმებს სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი ყველაზე ახლოს თომი ამ ინიციატივასთან არის საბერძნეთში 2006-2007 წელს მიმდინარე რეფორმა და იქიდან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ ასევე იმასთან დაკავშირებით რა შეიძლება გაკეთდეს ამის საწინააღმდეგოდ, რომ ბერძნებმა მოახერხეს შეჩერება იმ რეფორმის. ასევე შეგვიძლია შევხედოთ უნგრეთის მაგალითს, როდესაც სახელმწიფო კონკრეტულ პარტიამ ორბანის მეთაურობით მოახერხა, რომ ფინანსური პაკეტებით შეეზღუდა უნივერსიტეტების ავტონომია და დაემორჩილებინა ეს უნივერსიტეტები, რამაც გამოიწვია პროფესორის გადინება, უნივერსიტეტების განკოტრება ნაწილის მნიშვნელოვანი ფინანსური ვარდნა ჰქონდა ზოგიერთ უნივერსიტეტებს, განსაკუთრებით იმათ, რომლებიც არ დაემორჩილებენ პარტიების კონტროლს. ახლა რა შეიძლება მოხდეს, ხო რა არის ვერაგული კიდე ამ რეფორმაში, ერთი არის, რომ 3 წელი მოუნდება იმას, რომ გაუქმდეს მაგალითად ეს უნივერსიტეტი, ან გარდაიქმნას და დაიჭეროს სხვა უნივერსიტეტები, მაგრამ ერთ-ერთი ვერაგული ნაწილი არის ის გათვლა, რომ არსებულ სტუდენტებს უთხრათ, რომ თქვენ არ გეხებათ ეს რეფორმა. სინამდვილეში ეს არ არის, იმიტომ რომ თუ წელს მიიღება შეიზღუდება მაგალითად ამ უნივერსიტეტისთვის, ამ უნივერსიტეტს არ ექნება შესაძლებლობა დაგეგმოს შემდეგი წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი იქნება ეხლა მიიღებასთან ერთად. თუ ბიუჯეტის დაგეგმა იქნება შეუძლებელი და არა მხოლოდ ბიუჯეტის დაგეგმა, არამედ პროგრამების დაგეგმაც იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ თან ბიუჯეტი დაგეგმოს შემცირებული შემოსავლების პირობებში, როცა რაღაც სწორების მიღება შეუძლია და არ იღებს სხვა სპეციალობაზე სტუდენტებს. არამედ პრობლემა იქნება ეს იმ სხვა პოლიტიკების პირობებში, როდესაც მაგალითად პროფესორებს ეზღუდებათ სხვა სამსახურში მუშაობა ხელმძღვანელობის თანხმობის გარშე და სხვა სამსახურებში ჭირდებათ კიდევ ხელმძღვანელობის თანხმობა. ეს ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანებს უწევთ, რომ დაწერონ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიცემ უფლება, რომ ასწავლოს. ანუ პროფესორი წერს განცხადებაზე, თუ შეიძლება პროფესორი უფლება, რომ ასწავლოს.